Salmebit, მადლობა მოწვევისათვის. Შობა ახალ წელს მიულოცავ ჩვენს მსმენელს, სულიად საქართველოს. პირველ რიგში რა მოხდა, რა ხდება ჩვენ თავს, ანუ იმაზე უნდა ვისაუბროთ. და ჩვენ თავს ხო მესმის, კი? უბრალოდ რა ხდება ჩვენს თავს, იმაზე უნდა ვისაუბროთ. ჩვენი ქვეყნის თავს რა ხდება, იმაზე უნდა ვისაუბროთ და წარმოიდგინეთ. საქართველოს ორგზის პრემიერ-მინისტრი უკვე მსჯავრდებულია, აღიარა დანაშაული, როგორც გვეუბნებიან, არავის უდანაშაულობის პრეზუმპციას არ ვარღვევთ ამ შემთხვევაში, რაზე ფულის გათეთრებაზე. ეს საერთაშორისო მასშტაბის კრიმინალი და დანაშაულია. საერთაშორისო მასშტაბის კრიმინალი და დანაშაული. ყავს სუსის უფროსი ქრთამზე თუ არ ვცდები, ხო? ბრალდებული. დიახ. მინისტრი იმაზე რა ქვია, სამსახური უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე. მინისტრის მოადგილეები. სრულმა კორუფციამ შეჭამა ქვეყანა და გვეუბნებიან ეს ადამიანები. აქ იმაზე სადღაც შორს ავართ, რომ კორუფციასთან ბრძოლა არის და რამე. ეს არის ერთმანეთს შორის დაპირისპირება, მაგრამ წარმოიდგინეთ, მასშტაბები რა არის. ამდენი წლის განმავლობაში კორუფციაში იხარშებოდა ეს ქვეყანა. კორუფციამ შეჭამა ეს ქვეყანა და დამსვათ კითხვა, სად არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი? პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რომელ გუნდსაც ეს ადამიანები წარმოადგენდნენ. სად არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც პარლამენტში ეს ადამიანები აირჩიეს და ამთავრობებს დაუჭირეს მხარი? სად არის მას პასუხისმგებლობის საკითხი? ახლა აი ყვარყვარეებს მინდა ვკითხო, ერთი კვირის, ერთი თვის თუ ერთი წლის უკან რო საუბრობდნენ, რომ შეუბღალავი რეპუტაციის თითოეულ მათგანზე რო დაგესვა კითხვა და ნუ რა ვიცი წარმოუდგენელ ეპიტეტებით ამყოფდნენ და აქ ჩვენ გვახსოვს ელოძლიერი საქართველოს საუბრობდი და სხვა ასევე არასამთავრობო თუ პოლიტიკური პარტიების სავარაუდო კორუფციულ ფაქტებთან დაკავშირებით სიმსრულის გამავრცელებლებს გველაპარაკ. ოდნავ სახა დემოკრატია აქ საუბარი არა, მაგრამ ოდნავ მაინც ამ შემთხვევაში ნორმალურ საკანონმდებლო სიტუაციაში, სადაც კანონი კანონობს, ხელისუფლება გადამდგარი იქნებოდა და ახალი საპარლამენტო არჩევნები იქნებოდა დანიშნული. ჩვენ გავავლოთ პარალელი. აქეთ კორუფცია, მილიონებზე საუბარი, სახლიდან 6 მილიონის ამოღება და წარმოუდგენელ რაღაცეებზე და ჩარტერებით გადაფრენებზეა საუბარი და პარალელურ საქართველოს შევხედოთ რა ხდება. საქართველოს მოქალაქეები ქვეყნიდან გარბიან, ჩაადით ხალხო სოფლებში, რაიონებში, ქალაქგარეთ გადიდა ნახეთ რა ხდება. საკვამურებიდან კვამლი არ ამოდის. დაცლილია სოფელი, გაიქცა ხალხი, სავარგულები გაველურებული და გავერანებულია. ეს არის, რაც ამ ადამიანებმა მოიტანეს. კორუფცია, საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან გაქცევა და გახიზვნა, ოჯახს ვერ ნახავთ თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობაში, რომ თითოეული წევრი გაქცეული არ იყოს და გაქცევაზე არ ფიქრობდეს, რომ შივრები არ მოუგდეს, შვილები და მოხუცები. სახლები დაკეტილია. უბედურება წარმოუდგენელი რამ ხდება ქვეყანაში. პროდუქცია, რისი წარმოება შესაძლებელია ქვეყანაში მოკლეს და შემოაქვთ და ფასებზე გველაპარაკებიან ესენი ახლა დღეს. აი ეს უბედურება მოიტანა და ეს უბედურება მივიღეთ დღეს რომ დასვა კითხვა. თითქოს ერთი წელია ხელისუფლებაში ისე დაგიწყებენ საუბარს. იმაზე კი არ იტყვიან რომ ისინი მათი პრემიერ-მინისტრი იყო ორჯერ, მინისტრები იყვნენ. ვიზეც საუბრობენ და ვინც დღეს ბრალი აღიარა და დანაშაული აღიარა. ფულის გათეთრებაზეა ხალხო საუბარი. ამაზე უმძიმესი დანაშაული ამ შემთხვევაში, რაც აღიარა. თავარი ფაქტორი აქ არის. ამასთან დაკავშირებით. აი ამაზე არის საუბარი. და მივედით სანამდე, ქვეყანა არის მშიერი პირდაპირ გეუბნებით. საქართველოს მოგესებ გეუბნებიან რომ ეკონომიკა ყვავისო და ეკონომიკა დუხსო. აბა ნახეთ ერთი როგორ არის ჩვეულებრივი მოქალაქეები, ვინც ამას ლაპარაკობთ. როგორ შეურაცხყოფას აყენებენ თითოეულ მათგანს. იმიტომ რომ ადამიანების ამათ საერთოდ არ აინტერესებს. თვითონ როგორც არიან ისე გზნობენ, გონიათ რომ სხვებიც კარგად არიან, მაგრამ რაფერიც არ გონიათ. აი ამაზე არის საუბარი. აი ეს არის და ეს. კი ბატონო, ლევან, როგორ ფიქრობ? არ დაგავიწყდეთ, ბოდიშით, პენსია არის წარმოიდგინეთ, პენსია შეფარდება, ნახეთ, პენსია არის 350, 495 ლარი, მაღალი ამ შემთხვევაში თამასა და ელემენტარულად პარლამენტის წევრის ხელფასი ნახეთ. 12000 და ზევით აქვს, ხო, პარლამენტის წევრის ხელფასი. ნახეთ თანაფარდობა ხალხო. აი ეს სირცხვილის გზნობა არა აქვს ამ ადამიანებს საერთოდ. აი ამასთან დაკავშირებით, ნახეთ ეს თანაფარდობა როგორი არის. რატომ არ იზრდება პენსია? იმიტომ რომ კორუფცია ქვეყანაში. კორუფცია რო არ იყო ჩვენ ლოძლიერი საქართველოს, როდესაც 1000 ლარიან პენსიაზე საუბრობდი და იქ განხილვის ამბები იყო.
საუბრობთ კორუფციის აღმოფხვრაზე, ამასთან დაკავშირებით. როდესაც კორუფცია ქვეყანაში რის ბიზნესის განვითარებაზეა საუბარი. შეჭამეს ეს ქვეყანა, გამოხრნეს, არ უნდა ეს ქვეყანა თავიდან ბოლომდე. კი ბატონო. და ასეთ დროს ლევან მაშინ რა უნდა იყოს დღის წესრიგი, რომელიც აი თქვენ მათ შორის აი ოპოზიციურმა სპექტრმა უნდა შესთავაზოს საზოგადოებას, იმიტომ რომ აი თქვენ ვებრძანეთ, რომ დღეს ისე გველაპარაკებიან, რომ თითქოს 1 წლის წინ მოვიდნენ ხელისუფლებაში, ხომ? აი ფაქტია, რომ ივანიშვილი ყობახიძის ხელით აი რაღაცა ტიპის, არ ვიცი, ახალ დღის წესრიგს თუნდაც თავის გუნდში ამყარებს, ხო? აი დაჭერებით ვიღაცების დაშინებთან, რაღაცა ახალ მოდელს ქმნის მისთვის, ხო? უნდა დავასრულო იმასთან დაკავშირებით, როდესაც საუბარია, რომ თითქოს ღარიბაშვილმა რაღაც დეკლარაცია არ შეავსო და იმის გამო დაკავებულია და ამაზე არის საუბარი და ამის ხო, არა, ეს არის დეკლარირება არ მოახდინა მოგებისო. დეკლარირება არ მოახდინა. არა, აქ არის ფულის გათეთრებაზე საუბარი და ფულის გათეთრების ბრალდებითა, რომელიც განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებში გადის. ახლა რაც შეეხება იქ შიდა დაპირისპირება როგორ ხდება, ვინ ვის დააკავებს ამ შემთხვევაში, რომელი ჯგუფი რომელს ებრძვის, ამას ხო ამ წინასწარ ჩვენ ხო ვერ განსაზღვრავთ ამას ამ შემთხვევაში, ხო ჩვენ საუბრობთ იმაზე, რაც არის. აი მაგალითად, ლელო ძლიერი საქართველოს რაზეც საუბრობდა, ის ყველაფერი ხდება ნელ-ნელა, ხო? და სხვაებიც ბუნებრივია საუბრობენ, კორუფციამ შეჭამა ეს ქვეყანა. აკეთე ნახეთ ჩვენ. ნახეთ ორგზის პრემიერ-მინისტრი, რომელიც აღიარებს, აღიარა დანაშაული. ორგზის პრემიერ-მინისტრმა აღიარა დანაშაული ფულის გათეთრების. აქეთ არის ერთი მაღალჩინოსანი დაკავებული ქრთამის აღებაზე და კოლ-ცენტრებზეა საერთოდ საუბარი. პენსიონერების ძარცვაზეა საუბარი. არის ბრალდება ასევე წარდგენილი სკოლის მოსწავლეების ძარცვაზე, ხო? სკოლების თემასთან დაკავშირებით. ხო წარმოგიდგენიათ, აი, სადაც ჯარი, ქვეყნის უსაფრთხოება, სადაც კი შესაძლებელი ყო ყველგან, აბსოლუტურად სადაც შესაძლებელი ყო ყველგან მოიპარეს და ყველგან დაიტაცეს. აი ამაზე არის საუბარი. ხო, აი ასეთ დროს თქვენ რა დღის წესრიგს თავაზობთ საზოგადოებას, რომელიც რა ვიცი დაიღალა, არ ვიცი, ახალი ღარიბაშვილებით, ახალი ლილუაშვილებით და ასე შემდეგ და იმის ლოდინით ვის დასჯის შემდეგ ჯერზე ბიძინა ვინ იქნება შემდეგი, ვისაც ციხეში გაუშვებს და ასე შემდეგ. ხო, ხალხი დაიღალა, საქართველოს დაიღალა და საქართველოს მომავალს უკარგავს ეს ადამიანები, ეს ყველამ კარგად ვიცით, ხო? რაც შეეხება ჩვენ ყველა კანონიერი სამართლიანი და სამართლებრივი მეთოდით ვიბრძვით, რის მაქსიმუმს ვაკეთებთ, რის შესაძლებლობა გვაქვს და რაც შესაძლებელია აი ამ სიტუაციიდან გამომდინარე. მე მინდა გითხრათ, რომ რამე კონკრეტული რეცეპტი რო დავდო, არ იქნება სწორი, კონკრეტულ რეცეპტთან დაკავშირებით რაღაც კონკრეტული თარიღების დაკიდება, ჩვენ ეს არ გვჩვევია, ჩვენ საუბრობთ პრობლემებზე, ჩვენ საუბრობთ პრობლემებიდან გამოსავალზე, პრობლემებიდან ბუნებრივია გამოსავალი არის და ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. აი ეს არის, რისთვისაც ბუნებრივია ჩვენ აქტიურად ამ შემთხვევაში ყველა კანონიერი სამართლიანი მეთოდით ვიბრძვით. კი ბატონო, გასაგებია, მადლობა. მადლობა თქვენ მოწვევისათვის. კი ბატონო, მადლობა. ლევან სამუშია იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. ხამწესით უკვე რეკლამის კი ბატონო, რამდენიმე წუთით გავიდეთ ახლა ჩვენ სარეკლამო პაუზის დრო გვაქვს და რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით.